1600 წლის 17 თებერვალს გამთენიისას რომის კამპო დე ფიორი მოედანი სავსე იყო ხალხით. ცენტრში მაღალ ხის სვეტზე კაცი იყო მიბმული. კაცს პირი აკრული ჰქონდა, რათა ხმა ვერ ამოეღო. მის ფეხებთან დასაწყობად გამზადებული შეშის გროვა ეყარა, მაგრამ მის თვალებში შიშს ვერ დაინახავდით. ჩანდა მხოლოდ სიმშვიდე ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სამყარო უსასრულოა და ღმერთი არა მხოლოდ ზეცაში, არამედ ყველგანა. ჯორდანო ბრუნო, იგივე ფილიპო ბრუნო დაიბადა 1548 წელს, პატარა ქალაქ ნოვაში, ნეაპოლთან ახლოს. მამა ჯარისკაცი იყო, დედა უბრალოდ იასახლის. 17 წლის ასაკში, როცა მისი თანატოლები ჯერ კიდევ ბავშვური თამაშებით ერთობოდნენ, ის მივიდა ნეაპოლის დომინიკელთა მონასტერში და სახელი შეიცვალა. ფილიპო გახდა ჯორდანი. მან აქ ისწავლა თეოლოგია და 1572 წელს ბერადაც აღეკვეცა. ამ დროიდან დაიწყო მის თავში საშიში ქარიშხალი. 1575 წელს ბრუნოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბრალდება ტრინიტარული ერესი, სულიწმინდის არაღიარება და სხვა საეჭვო იდეები. ბრუნომ მონასტერი მიატოვა, ანაფორა გაიხადა და ქვეყნიდან გაიქცა. ამ დღიდან დაიწყო მისი 14 წლიანი ხედიალი. ევროპის გზები მისი ახალი სახლი გახდა. ჟენევაში მბეჭდობის მაღაზიაში მუშაობდა. ტულუზის უნივერსიტეტში ფილოსოფიას ასწავლიდა. პარიზსა და ლონდონში აწყობდა დებატებს. ოქსფორდში ინგლისელ პროფესორებს პირდაპირ ღორებს ეძახდა. ის გახდა ერთადერთი ცნობილი ადამიანი ისტორიაში, რომელიც სამივე დიდი ქრისტიანული კონფესიიდან განკვეთეს: კალვინისტურიდან, კათოლიკურიდან და ლუთერანულიდან. მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა. წერდა ძალიან ბევრს. წერდა იტალიურად და ლათინურად. შექმნა 40-ზე მეტი ნაშრომი, რომლებიც დღემდე აქტუალურია. ბრუნო არ იყო უბრალო მოხეტიალე ფილოსოფოსი. ის იყო ადამიანი, რომელმაც სამყარო სხვაგვარად დაინახა. მისი ფილოსოფია რევოლუციური იყო. იგი არა მხოლოდ მისი წინამორბედის, კოპერნიკის, არამედ მთელი შუა საუკუნეების მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებდა. ბრუნო ამბობდა, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ უძველეს სიბრძნეს, ეგვიპტელებს, ჰერმეს, პითაგორას და პარმენიდეს. არისტოტელეს კი ყველაზე სულელ ფილოსოფოსს უწოდებდა, რადგანაც თვლიდა, რომ მან გააფუჭა ძველი ჭეშმარიტება. ბრუნოს მთავარი იდეა იყო ერთი: სამყარო უსასრულო, არ არსებობს ცენტრი, არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს ზეცა და ქვესკნელი. კოპერნიკმა მხოლოდ დაადგინა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. ბრუნომ კი თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ დედამიწა მოძრაობს, მაშინ არ არსებობს არისტოტელესეული ბუნებრივი ადგილები. არისტოტელე ფიქრობდა, რომ სამყაროში თითოეულ ელემენტს აქვს თავისი ბუნებრივი ადგილი, სადაც ის უნდა იყოს. თუ ის იქ არ არის, მაშინ ბუნებრივად ცდილობს დაუბრუნდეს მას. ბრუნოსთვის არ არსებობს ცენტრი, საითაც ყველაფერი მიისწრაფვის, რადგანაც სამყარო არის უსასრულო, ერთგვაროვანი სივრცე, სადაც უსასრულო მზეები და უსასრულო პლანეტები ტრიალებენ. ის ამბობდა, ვარსკვლავები არ არიან უბრალო შუქები ცაზე, ისინი არიან მზეები, რომლებსაც თავიანთი პლანეტები ჰყავთ და თითოეულ პლანეტაზე სიცოცხლეა, შესაძლოა ჩვენზე განვითარებული სიცოცხლეც კი. დედამიწა მხოლოდ ერთი პატარა მარცვალია ამ უსასრულო ოკეანეში. ჯორდანო ბრუნომ შექმნა ახალი კოსმოლოგია. სამყარო არის ერთი დიდი ორგანიზმი. მას აქვს მსოფლიოს სული, რომელიც ყველგანა და ყველაფერს აცოცხლებს. ქვებიც კი, რომლებსაც ჩვენ უსულოსაგნებად მივიჩნევთ, სინამდვილეში ამ დიდი სხეულის ცოცხალი ნაწილები. მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ბრუნომ შექმნა თეორია ატომებზე. არა დემოკრიტესეული მყარი ატომები, არამედ უსასრულოდ პატარა, გაზომილებიანი სფეროები, მინიმები. ეს ატომები თავისთავად უსასრულოდ პატარები არიან, ხოლო მსოფლიოს სული აერთიანებს და ფორმას აძლევს მათ. სამყარო არის ერთი უზარმაზარი სფერო, რომლის ცენტრიც ყველგანაა, ხოლო საზღვარი არსად. ის ამბობდა, ღმერთი არ არის გარეთ, ღმერთი არის შიგნით. სამყარო არის ღმერთის გამოსახულება. რატომ შექმნიდა უსასრულო ღმერთი სასრულ სამყაროს? უსასრულო სამყარო ეს უსასრულო ღმერთის გამოსახულებაა. ის არის მეორე ღმერთი, სარკე, რომელიც ასახავს ღმერთის სახეს. და ამ სარკეში ყველაფერი ცოცხალია. მცენარეები, ცხოველები, დემონები, ადამიანები და ვარსკვლავები. ჩვენ ყველანი მონაწილეობთ ერთსა და იმავე სულში. ბრუნოს ფილოსოფიაში არ არსებობდა მკვდარი მატერია. ყველაფერი აზროვნებს, ყველაფერი გზნობს. ეს არის პანფსიქიზმი, სრული ცნობიერება სამყაროს ყველა ნაწილში. ქვა მიცის, რომ უნდა შეუერთდეს დედამიწას. ხე მიცის, რომ უნდა მიბრუნდეს მზისკენ. ცხოველები, ჭიანჭველები, ფრინველები, ობობები, წარმოუდგენლად არიან. ბრუნო ამბობდა, თუ გველს ექნება ადამიანის ხელები, ის ისეთივე ჭკვიანი გახდება, როგორც ადამიანი. ინტელექტი არ არის მხოლოდ ადამიანთა პრივილეგია. ის არის სამყაროს ნაწილი. მისი უდიდესი იდეა იყო მეტამფსიქოზი, სულის გადასახლება. სიკვდილის შემდეგ სული არ მიდის ზეცაში ან ჯოჯოხეთში. ის უბრალოდ ქმნის ახალ სხეულს და ეს არის სამართალი. ვინც ღორივით იცხოვრა, ღორად გადაიქცელა, ვინც გმირივით, გმირად დაბრუნდება. სამყარო თვითონაა მარადიული სამართლიანობა. ბრუნო ამბობდა, არაფერია ახალი მზის ქვეშ. ყველაფერი მუდმივად იცვლება, მაგრამ სული ერთია. სამყარო არის ერთი დიდი სული,
რომელიც თავის თავს ასახავს უსასრულო ფორმებში. ხოლო ადამიანის დანიშნულებაა გააცნობიეროს ეს. გახდეს გმირი, არა რელიგიური მორჩილებით, არამედ ცოდნით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის თავად არის ღმერთის ნაწილი. ასეთი იყო მისი ფილოსოფია. ცეცხლოვანი, თავისუფალი და შემაშფოთებელი. მან შექმნა სამყარო, სადაც ადამიანი აღარ იყო მონა, არამედ თანამონაწილე. სწორედ ამიტომ შეეჯახა რელიგიას. ბრუნო ამბობდა, ბიბლია არ არის ღვთაებრივი სიმართლე. ის არის ეგვიპტური სიბრძნის შერბილებული ვერსია მასებისთვის. მოსემ ყველაფერი ეგვიპტელებისგან ისწავლა. წმინდა წერილი, ეს არის კაბალა, რომელიც მარტივადაა გადმოცემული უმეცრებისთვის. ბრუნოს არ შეეროდა სასწაულების. სასწაული ან ფანდია, ანაც დემონური ხრეკი. ევქარისტიას ჭამასმად მოიხსენიებდა, რომელიც ხალხს ატყუებს. მან პირდაპირ თქვა, ეკლესია პარაზიტია. ვერ მონაზვნები ცხოვრობენ სხვების შრომით და ასწავლიან უმეცრებას. ქრისტიანობა არის საშინელი ზღაპარი, რომელმაც გაანადგურა ძველი რომის დიდება და გმირობა. ნამდვილი რელიგია უნდა ასწავლიდეს ცოდნას და არა შიშს. ის დასცინოდა პროტესტანტებსაც და კათოლიკეებსაც. ამბობდა, რომ ორივე მხარე სისხლის გადაგებს და ამ სიტყვებისთვის დიდ საზღაურსაც იხდიდა. ბრუნო იდევნებოდა ყველა ქვეყნიდან, სადაც ფეხს დაადგამდა, თუმცა 1591 წელს სამშობლოში, იტალიაში დაბრუნდა. იმდროინდელი ვენეცია შედარებით უსაფრთხო ადგილი იყო. ერთმა მდიდარმა დიდგვაროვანმა, ჯოვანი მოჩენიგომ, ბრუნოს სახლში შეიფარა. მას სურდა ბრუნოსგან მნემონიკა, ანუ მეხსიერების ხელოვნება შეესწავლა. ხო მართლა, რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს ზებუნებრივ ძალებს, იგი ცნობილი იყო თავისი ფენომენალური მეხსიერებით. ის არა მხოლოდ ზეპირად ფლობდა უამრავ ტექსტს, არამედ შექმნილი ჰქონდა რთული გონებრივი სისტემა. ის იყენებდა კონცენტრირებულ წრეებს, იგივე მეხსიერების ბორბლებს, რომლებზეც დატანილი იყო ასოები და სიმბოლოები. გონებაში მათი დატრიალებით ბრუნოს შეეძლო ათასობით ინფორმაციის კომბინირება და აღდგენა. იგი ინფორმაციას ათავსებდა გონებაში აგებულ სასახლეებში, ყოველ ფაქტს თავისი ადგილი და მკვეთრი, ხშირად უცნაური ვიზუალური ხატი ჰქონდა. ბევრს ეგონა, რომ ეს შავი მაგია იყო, რადგან მისი შესაძლებლობები ადამიანურ ზღვას სცილდებოდა. თავად ბრუნო კი თვლიდა, რომ ეს იყო სამყაროს სტრუქტურის გონებაში ასახვა. მოჩენიგოს სჯეროდა, რომ ბრუნო ფლობდა ოკულტურ საიდუმლოებებს, რაც მას დაეხმარებოდა ინფორმაციის სწრაფად ათვისებასა და სხვა ადამიანებზე მანიპულაციით ძალაუფლების მოპოვებაში. ბრუნო მას ასწავლიდა ლოგიკას, ფილოსოფიასა და მნემონიკურ სისტემებს, რაც დიდ შრომას მოითხოვდა. მოჩენიგოს კი სურდა უცებ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამختارიყო ყოვლისმცოდნე. როდესაც მოჩენიგო მიხვდა, რომ ბრუნო მას მაგიას არ ასწავლიდა, დიდგვაროვანი განრისხდა. იგი თვლიდა, რომ ბრუნო მისგან ფულს იღებდა, სანაცვლოდ კი არაფერს აძლევდა. ბრუნომ ვენეციიდან წასვლა დააპირა. 1592 წლის 22 მაისს მოჩენიგომ ბრუნო საკუთარ სახლში გამოკეტა და ვენეციის ინკვიზიციაში დაასმა. მან ბრუნოს ბრალი დასდო არა მხოლოდ მაგიაში, არამედ საშინაო წვალებლობაში, სამყაროს უსასრულობისა და მრავალი მზის სისტემის არსებობის ქადაგებაში. სასამართლო 8 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდის მანძილზე ბრუნო ციხეში იყო გამოკეტილი. მას შესთავაზეს თავისი იდეების უარყოფა და სანაცვლოდ ტყვეობიდან გათავისუფლება. თუმცა მან თქვა, მე არაფერი მაქვს მოსანანიებელი და არ ვიცი რა უნდა უარყო. 1600 წლის იანვარში რომის პაპ კლემენტ მეროს მეთაურობით ინკვიზიციამ ბრუნოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პაპმა მას გამოუსწორებელი, ჯიუტი და შეუვალი ერეტიკოსი უწოდა. პასუხად კი ბრუნომ მიუგო. თქვენ უფრო დიდი შიშით გამოგაქვთ ჩემი განაჩენი, ვიდრე მე ვისმენ მას. 17 თებერვალს კამთენიისას რომის კამპო დე ფიორიზე ჯორდანო ბრუნოს საჯაროდ დაწვეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბრუნოს დაწვამ ევროპის ინტელექტუალურ წრეებში დიდი გამოძახილი ჰპოვა. თუმცა ვატიკანმა მხოლოდ 400 წლის შემდეგ 2000 წელს გამოხატა ღრმა სინამდვილე მისი სიკვდილით დასჯის გამო. ჯორდანო ბრუნო როგორც თეოლოგი დღემდე არ უღიარებიათ, მაგრამ სიკვდილი არ იყო დასასრული. დღეს კამპო დე ფიორიზე ბრუნოს ბრინჯაოს ქანდაკება დგას. იგი ვატიკანს უყურებს და იღიმის, რადგანაც იცის, რომ მან გაიმარჯვა. მან შექმნა სამყარო, რომელიც დღესაც ცოცხალია ჩვენს გონებაში და გვითხრა: მეგობარო, თვალები გაახილე, სამყარო უსასრულო.